ხალი იძახდა რომ ლარი და 30 კაპიკი გახდაო და რაღაცა ხალხო პურსას ჭამს ხალხი და კიდე მომატება შეიძლება ნამდვილად მაგას არც მივესალმები და არც მოუწონებ არავის ამ გაჭირებულ ცხოვრებაში ხალხი ძლივას არის როგორ არის კი არის მეტი წილი მდიდრებიც არიან და ღარიბებიც როგორც იმ თავიდან დღემდე მომდინარეობს მაგრამ შენო პურის გაძვირება ძალიან შოკში ვარდება ხალხი არ შეიძლება იმიტომ რომ პურზე ბევრი რამეა დამოკიდებული პური გაძვირდება და მე ყველაფერი მოიმატებს იქ მედიკამენტები იქ პროდუქტი სხვა არ შეიძლება ნამდვილად არ შეიძლება აი მე არ მესიამოვნა ხო რა 20 თეთრით არის მომატებული ის რომელიც სახის არა ზეითუნ მე 4 შეყიდულობდი ხოლმე და ახლა დღეს ლარი მივეცი და ეხლა მოიმატა რამდენი ხანი მომატებულია ნუ დაახლოებით 20 თეთრა ლავაშს რომ ვეძახით თუ ჩვეულებრივ ქართულად ლავაში და გინდა ის მეორე უნასი რო იფკლი რა ჩვეულებრივი ესე 10 ნაკლები არ არის მაინც ყველა სახეობაზე მაგრამ აქ არის უკვე იმებსია რა ანუ ზოგმა 10 ზოგმა 20 ზოგმა 20 ხონა ეს არასტორია უკვე რა არის პირიქით ხალხი როგორ გითხრა რა იმ ზომამდეა მისული რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და კიდე რომ ასები არამთუ უნდა იკლებდნენ ეხლა ერთ რამეს გეტყვი აი კამფეტი როა შოკოლადი ჩიერიო 10 ლარი იყო ხოლმე ერთი წლის წინ გეუბნები მე მაგას ვაკვირდები ყოველთვის ყიდულობ ხოლმე რამე და მოიმატა 6 ლარი უკვე წელიწადში დიახ აი ეხლა ღირს 16 ლარი და რაღაც კაპიკები ის 10 ლარია ეს უკვე მომეტებულია რა მეგონი არავითარი ის გამართლება არ არსებობს მაგას ეხლა არ მიყიდი ამ დღეებში და არ ვიცი ნუ რა გითხრათ ხოლმე ყველაფერი იმატებს გადადგენ გასაკვირი არაფერია ნოში მოიმატა ერთი 10-15 თეთრით რავი 90-ს რო ვაძლევდი მგონი ლარი თუ ლარი და 5 მივეცი რავი კატასტროფა ალბათო პურის გაძვირება როგორ შეიძლება ეცო შეიძლება იძულიანი პროდუქტი ვერ იყიდო მაგრამ პური ხოლმე იყიდო და ძნელია